დავით კლდიაშვილის, სოლომონ მორბელაძის პრემიერა რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის სცენაზე. დათქმა, რომელიც თანამედროვე, თეატრალურ ენაზე გვიყვება ადამიანურ სისუსტეებზე, ამბიციებზე, ილუზიებსა და სოციალურ რეალობაზე. Saulis ფული მაქვს შესატანი და ამისთვის გიახელი. ზოგადად კლდიაშვილთან ყოველთვის მარადილ პრობლემებზეა საუბარი, როცა ადამიანი საარჩევნოს მოპოვებისთვის იბრძვის, თავისი არსებობისთვის იბრძვის, ძალიან რთულია ამ ადამიანს მოთხოვო მორალური ფასეულობების ერთგული დარჩეს. დიდი ხანია მე ამასთან ერთად მუშაობ და რაღაცა ნდობის ძალიან დიდი ხარისხია და ძალიან ესეთი ენთუზიაზმის, თანამოაზრეობის, თანაშემოქმედების ძალიან ესეთი აქტიური იმპულსებია. ყველაფერს კიდე ამდიდრებდა ის, რომ დავით მალაზონიას მუსიკა არის და ცოცხალი მუსიკა ყვება ამ ამბავს ფაქტიურად. კი არ მიყვება ამბავს ყვება მუსიკა ცალკე კიდე და ამბავთან ერთად და აი სინთეზშია ეს რაღაც ეს ყველაფერი ცოცხალ მუსიკასთან ერთად. ნახევარ წელიწადს გიგვეყოფა. სოლომონ მორბელაძის პერსონაჟი თავისი ტრაგიკომიკური ბუნებით, მკვეთრად, მკაფიოდ და ძალიან ზუსტად ასახავს იმდროინდელი საზოგადოების პრობლემებს, თემებს, რომლებიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ის საზოგადოების იმ ნაწილის სახეა, რომელიც მუდმივად არჩევანის წინაშე დგას და ხშირად საკუთარ ილუზიებს ეწირება. ძალიან საინტერესო პროცესი გავიარეთ. ბატონ გიორგისთან, ქანთარიასთან პირველად მომიწია მუშაობა და საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო. სირთულეს რაც შეეხება, აქ რთული იყო იმ ბუნებრივობის დაჭერა, იმ ხასიათის და გაცოცხლება პერსონაჟის, რომელსაც ამ შემთხვევაში მე როგორც მსახიობი შევთავაზებ მაყურებელს. და საბოლოო ჯამში სვამს ავტორთან ერთად კითხვას. ოდესმე მოგვეცემა საშუალება კაცური ცხოვრება გვეღირსოს, ანუ დავრჩეთ ადამიანებად მიუხედავად ყველაფრისა. და ფაქტობრივად ეს არის გასაღები ამ პერსონაჟის და დგას ეს ყველაფერი ამ მარადიულ, როგორ თქვა, პრობლემაზე, სადაც ჩვენ ვცდილობთ, რომ ადამიანებად დავრჩეთ მიუხედავად ყველაფრისა. დადგმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მუსიკაა. რეჟისორ გიორგი ქანთარიასა და კომპოზიტორ დავით მალაზონიასთვის ეს უკვე მესამე შემოქმედებითი კოლაბორაციაა. განსაკუთრებული მუსიკალური ჟღერადობა და გამორჩეულად დინამიკური პროცესი მათი საერთო ხელწერაა, რომელიც უკვე ძალიან შეიყვარა მაყურებელმა. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ შეთამაშებული ტანდემი ვარ ჩვენ და სიამოვნებს სასიკულო მასთან მუშაობა, ეს კომფორტია ჩემთვის. თუმცა ამ თეატრში უკვე მესამე სპექტაკლი ერთად ვაკეთებ. მნიშვნელოვანია, რომ რეჟისორმა ზუსტად ისე რა უნდა და ეს ჩემთვის ძალიან დიდი კომფორტია და ამიტომ მე ადვილდება მუშაობა. გააჩნია იმაზე რა ამოცანას გესახავს მსახიობი და რა თემაზეა სპექტაკლი. აქედან გამომდინარე, მე იგება მუსიკალური ფაქტურაც, რასაკვირველია. დავით კლდიაშვილის დახვეწილი იუმორი, სევდა და სოციალური კრიტიკა სპექტაკლში, ახალ ინტერპრეტაციას იძენს. ეს კი მაყურებელს კიდევ ერთხელ აფიქრებს ადამიანურ ღირებულებებსა და არჩევანზე.